ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტის მოწმენი ვართ. თბილისის ივანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიხსნა მუზეუმი. მადლობა მინდა მოვახსენო ამ მუზეუმის ორგანიზატორს, ქალბატონ მარინა ჩიხლაძეს, რომელმაც დიდი სიყვარული ჩეკრიფა შესანიშნავი მასალა, შესანიშნავი ექსპონატები და ჩვენ გაგვიხსნა ასეთი საინტერესო კერა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე მერგო პირადად ამ საქმის განხორციელებაში რაღაც პატარა წვლილი შემეტანა. ძალიან მიხარია, რომ კონსერვატორიაში მე მომიწევს იმ საქმის კეთება, რომელიც ყველა ადამიანისთვის ალბათ სანუკვარი ოცნება. უდიდესი ბედნიერება, რომ შენ საყვარელ საქმეს ემსახურები. 1997 წლის მაისი. პირველი არხის უნიკალურ საარქივო ფირზე აღბეჭდილი ეს კადრები ერთი დიდი ოცნების ახდენის ისტორიას ინახავს. დღეს, როდესაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმმა არსებობა დაიწყო და პირველი სტუმრები მიიღო. თითქმის 3 წლეულის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა უცვლელი დარჩა მარინა ჩიხლაძის ერთგულება, სიყვარული და თავდადება იმ საქმისადმი, რომლის შექმნაშიც თავად მონაწილეობდა. მე აქ ხელმძღვანელად ვერ ვგზნობ თავს და არც მინდა რომ ვიგზნო თავი. ხელმძღვანელი რაღაცა ძალიან ცუდად ხვერს ჩემთვის. მე ვარ ფაქტიურად ამ ბინადრების მეგობარი. ვინც აქ ბინადრობენ და ვინ ჩვენ გვიცქერენ საექსპოზიციო სივრცეში. და მე მიყვარს ეს სივრცე. რა თქმა უნდა, მე ორი სივრცე გამაჩნია, ერთი პირადი ოჯახური სივრცე და მეორე ეს არის ჩემი ეს სივრცე, რასაც ქვია მუზეუმი. საღამოთი, როდესაც ჩვენ ას გავიხურავთ ხოლმე კარს და წავალთ აქედან, სულ მგონია, რომ ესენი ჩვენსავით ისვენებენ ჩვენგან. და აი, როდესაც მოვდივართ, სულ მეჩვენება, რომ ესენი გვეგებებიან, ისევე როგორც დილას ვეგებებით ჩვენ მათ. და მინდა გითხრა, რომ აი ხელმძღვანელის ფუნქციას ნამდვილად ვერ ვირგებ და არც მინდა რომ მოვირგო. არ უხდება ამ სივრცეს ხელმძღვანელობა. ამ სივრცეს უხდება მეგობრობა და სიყვარული. თუმცა სანამ დღევანდელ დღემდე მოვიდოდა მუზეუმი, მან დიდი და რთული გზა გაიარა. მარინა ჩიხლაძის კონსერვატორიის ისტორიისადმი განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ ჩაუყარა საფუძველი იდეას შექმნილიყო მუზეუმი, რომელიც ამ უნიკალური საგანმანათლებლო კერის წარსულს, აწმყოსა და გამორჩეულ მემკვიდრეობას ერთ სივრცეში გააერთიანებდა. რუსთაველის გამზირიდან აღმართს რა მოუყვები, თვალში გვხვდება არაჩვეულებრივად კარგი შენობა, რომელიც არის ხანდაზმული. ეს შენობა არის ჩვენი კონსერვატორია. მეორე სართულზე თვალში გეცემა ბიბლიოთეკა. მაშინ ამ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა გამონებით გამორჩეული, ძალიან ჭკვიანი და არაჩვეულებრივი ქალბატონი კუკუნი. გენრიეტა იყო მისი სახელი, მაგრამ კუკუნი ესებუა, რომელსაც იქ ჰქონდა არა მარტო ბიბლიოთეკის გარემო შექმნილი, არამედ მართლაც სამუზეუმო სივრცე, სადაც თვალში მოხვდებოდათ აფიშები, სკულპტურები, მუსიკოსების. აი ამ სივრცეს ყველაფერს, სამუზეუმო სივრცეს კიდევ დაემატა ის ფაქტორი, რომ მესამე სართულზე, სადაც ეხლა ჩვენ ვიმყოფებით, იყო მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრა და რადგან ფორმაცია შეიცვალა, ამ მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის აუდიტორია გამოთავისუფლდა. აი, მაშინ დაიბადა მიზანი, რომ რატომაც არა ეს ის შენობაა, რომელიც იმსახურებს ნამდვილად რომ იყოს მუზეუმს ამ არაჩვეულებრივ დაწესებულებაში, იმიტომ რომ მას აქვს თავისი საკუთარი ისტორია. ამ იდეის პირველი გამზიარებელი კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნოდარ გაბუნია იყო, რომელმაც მიუხედავად იმ პერიოდში საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა, ეს იდეა არ დაივიწყა. ერთობლივი შრომის, მონდომებისა და თავდადების შედეგად საბოლოოდ დაიწყო ამ სივრცის მოწყობა, ექსპონატების მოძიება და შეგროვება.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე ფაქტურად ყველა მოვლენა გაშუქებული ამ პატარა სივრცეში და გვაქვს ამისი ექსპონატებიც. მე მოგეხსენებათ მუსიკოლოგი არა ვარ და ამ საკითხთან დაკავშირებით მე ბატონო მუდარმა გამაცნო ქალბატონი ნანა ლორია. ნანა ლორია, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო საფრანგეთიდან და ჩემთან ერთად არქივში მუშაობდა, რომ ის მასალები მოგვეკრიფა. ამასთანავე კუკუნი ესებუასთან ბიბლიოთეკაშიც იყო ძალიან ბევრი ისეთი მასალა, რომელიც იყო უნიკალური საარქივო მასალა. ჩვენ არასოდეს არ ყოლე არც ექსპოზიციონერი, არც დიზაინერი, რასაც უყურებთ, ეს არის ჩემი და ეხლანდელი ქალბატონი ნინო ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა ერთი რამოდენიმე 10 წლის შემდეგ ქალბატონი ნინო ხატიაშვილი ჩვენს მიერ შექმნილი ის გარემო სივრცე, რომელიც აი აქ არის ახლა. მაგრამ ამას დაემატა შემდეგ რეკონსტრუქცია რო გადაწყვიტა კონსერვატორიამ, ქვედა ნაწილი, რომელიც იყო ბიბლიოთეკის სხვენი და როდესაც კეთდებოდა ეს ყველაფერი, აი ზუსტად ამ მოსაზრებით გაკეთა შემაღლებული სივრცე ბიბლიოთეკის მუზეუმის, რომ ყოფილიყო სცენის წარმოსახვა ამ სივრცეში. ვინაიდან ეს არ უნდა ყოფილიყო მუზეუმი, იმთავითვე იყო გათვალისწინებული, რომ არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ მუზეუმი, რომელიც იქნებოდა გამშვენებული ექსპონატებით და არა, ეს უნდა ყოფილიყო მომქმედი კამერული მუსიკალური საღამოების სივრცე და ასეც მოხდა და დღემდე ესე ფუნქციონირებს. დღეს კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმი ასობით უნიკალურ ექსპონატს აერთიანებს. აქ დაცულია ქართველი მუსიკოსებისა და პედაგოგების პირადი ნივთები, ხელნაწერები, იშვიათი ფოტომასალა, მუსიკალური ინსტრუმენტები, საარქივო დოკუმენტები, პირადი წერილები და უნიკალური მასალები, რომლებიც არა მხოლოდ კონსერვატორიის, არამედ საქართველოს მუსიკალურ მემკვიდრეობას ინახავს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ კონსერვატორია არის ის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, ეს ძალიან საამაყო ფაქტორია, რომელსაც გააჩნია სამუზეუმო სივრცე. აი ამ სახით. ის სივრცე ეხლა დღეს რო აქ არის და ის მადლი, რომელიც აქ ტრიალებს, წარსულიდან წამოსული, არის კიდევ იმისი დასტურიც, რომ ამ მადლს კიდე მეტად არცობს, ამაგრებს და უფრო მეტ ფერადოვნებას მატებს ის ნივთი, რომელიც ჩვენ საქართველოს პატრიარქმა, ჩვენმა ილია მეორემ გადმოსცა საჩუქრად, საიდუმლო სერობა გამშვენებული სადაფით. ასეთი მადლიანი ადამიანის და ამხელა ადამიანის საჩუქარი კიდევ უფრო მეტ მადლს ძენს იმ სივრცეს, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ეს სივრცე გამორჩეული მოღვაწეების ისტორიას აერთიანებს. აქ თითოეული ფოტო, ნივთი და ექსპონატი იმ ადამიანებისა და მათი ღვაწლის შესახებ გვიყვება, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის განვითარებასა და მისი კულტურული მნიშვნელობის განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.